გამარჯობა მეგობრებო. მე ნინი ნოე და ტაისონი დავბრუნდით ბუნებაში. ტაისონ, მოიტანე. მოდი ტაისონ. ტაისონ. ამით ისე შეიცვალა რომ მოვიდოდით. ძალიან ძლიერი ქარია და ბავშვის თემაში მაინც ნოერო ძალიან ესე ქარში არ ყავდეს. მანქანაც ესე ჩავაყენე. გადმოვძვერი აქეთ. ესე ჩავაყენე რომ ნოე ქარში არ ყავდეს. ცეცხლი დავარქოთ იქ და აკვრავს თქვენ. ეგეც შეიძლება. პირველ რიგში მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა წინა ვიდეოზე. არ ველოდით მე და ნინი ეგეთ აქტიურობას, ეგეთ დადებით კომენტარებს ან ამდენს. მართლა არ ველოდით რა და მადლობა ამისთვის. რამდენი გეკონა შენ დაახლოებით ნახო რომ ეკონდა. და მე რამე გეტყვი მე რამე ვფიქრობ. ნახვაზე რავი, ალბათ ვიფიქრე 10000-მდე ნახვა ეკნებოდა თქო და ეგრე უცებ ახალ არხზე ერთ ვიდეოს მაგდენი ერთად არ ნახავდა თქო რა, ეგრე ვიფიქრე. მაგიდას გავშლით უცებ. ეს მე არ გამოგიყენებია? არა. კი, ეს მე გურომ და ნოდარიმ დავსვარეთ ნუ. შენ გაწვი. გამეკვირდა, მე გავწმინდე მახსოვს, ეგრე არ ჩავდებდი. მე გურომ და ნოდარიმ დავსვარეთ და დამავიწყდა. თქვენს რო ხინკალი გააკეთე. კი. მოკითხვა ბიჭებს. გადავგდა? ტაში! ოჩაღ ნუ მაგარი ბიჭი ხარ. დავყარდები კოტაში. ოჩა. ახეთ მანქანა როგორი გასვლილია. გუშინ მე ქიმერა და ლუკა ვიყავით. სალაშქროდ და ახლა მოდი. ძალიან ტალახი იყო. მე შეშას მოვიმარაგებ მეგობრებო. ამას მარტივად წაეკიდება, ყვარით არის სავსე და მაგ თემაში კარგია. წამოვიდა უკვე. მივართოთ ნინის. ეს ყვავილები ამასულა. ბოლოს როცა ვიყავი ტყეში დიდი თოვლი იყო და აჰანი. სიტყვე. ბევრი ამოსულ გარშემო. მე მგონი გადაგვიგდებ საქაურობას. კარგად სამოშო, კარგი ბიჭი ხარ. ნუ მაგით არ გადაგვიყირაო. მეგობრებო, კი კარგია ზოგადად ხალხი ტყეში რო დადის, ბუნება უყვართ და რაღაც იმიტომ რომ ვატყობ. ახლა ისე მამკოდის ტერიტორიაზე ვართ, მე ნინდა ნოე რო ვიყავით პირველ ვიდეოშია და მამკოდაში ზოგადად სალაშქროდ არ დავდივარ ხოლმე. უფრო ისეთი ადგილია, ესე ოჯახთან ერთად რო გამოხვიდე, მანქანით გაჩერდე და რაღაც და ადრე საერთოდ ხალხს ვერ ნახულობდი ხოლმე, ახლა რო მოვდივარ ხოლმე, ბევრი ადამიანი მხვდება. მაგრამ ერთი ცუდი რა არის? აი, ყველგან ნაგავს ხედავ, სულ სალფეთქები, სიგარეტები, ბოთლები. აი ცუდია მეგობრებო, როგორც ახლა მე ვარ ამოსული მანქანით დაწუნებული ვარ, თქვენს მანქანებით მოდიხართ და რანაგავსაც დააგროვებთ, უმჯობესია სახლში წაიღოთ. რაღაც პარკი წამოიღეთ და უკან წაიღეთ ხოლმე ეგ ნაგავი. ანუ საერთოდ თუ არაფერი არ გაქვს სიტყვაზე, ბოლო-ბოლო დაწვით მაინც რა. ბუნებაში რო ყრით და ტოვებთ, მაგაზეც უც ვერაფერს ვერ იზამთ ყოველ შემთხვევაში. ამიტომ რავი, რამე მოიფიქრეთ. აქ არ დატოვოთ თავარია. ოჩაღ ნუ მაგარი ბიჭი ხარ. რას წამოკარი ფეხი? კოცნა უნდა თუ რა შვება? ეს კოშკი მეტყო. ნუ შეხედეთ რა ამბებში არის, როგორ ერთობა მეგობრებო. აი წინასთან შედარებით რავი 100 ჯერ მეტად რა. წიწვებს იღებს ნინიმ და ამუღამა. წეღანა იმ ქვაზე აწყობს.
ნინი ორივე აქედან რასაყვარლები არიან ისი პროფილში. ხერხი რადგია დედიკო? რაღაცები უნდა მოჭრას. ნო, ოღონდ მხოლოდ ხმელი ხეები, ხო? მე მაძლევ. კარგი ბიჭო, მადლობა. ამასობაში მეგობრებო, ცეცხლი დავანთე. მადლობა. დაკაიგიბო. მადლობა დედი. ტაისონ გამოვართ ეგ ჯოხი. ტაისონს აძებს ჯოხს. გადაუგდე ტაისონს. მიდი გადაუგდე ტაისონს დედიკო აქ თქვა. გადაუგდე. არის ისი ხა ეს რო სათამაშოდ არის ტაისონისთვის, თორე სახლში ეს სათამაშო სულ უყრის ხოლმე. აი ტაისონმა იპოვა. გარიგა ყველაფერი. ნოე, აბა დღეს რას მოგვიმზადებ? კოცონზე უნდა შეწორა მე? რავი, მამიკო, რამის გავაკეთებ რა. მეგობრებო, ნოე, რო დავამუღამეთ, ახლა მე და ნინი ბუნებაში უფრო კარგად დადის, უფრო მონდომებული არის ვიდრე სახლში. სახლშიც კარგად დადის, რამდენიმე ოთახში ჩვეულებრივად გაივლის ხოლმე, მაგრამ აქ რავი, ვეღარ ვაჩერებთ. ხელშიც აღარ უნდა აყვანა. კაი კოცონი დავანთეთ, კი ნინი ახლა ვედაგეხმარები. ნინი ამოალაგებს რაღაცებს. მაგიდა საგდები და? მოყარა რაღაცები. დავიწყოთ ახლა საჭმის მომზადება. დღეს ვაკეთებთ შაკშუკას, რომელიც არის თურქული საჭმელი, ასე ვთქვათ. თურქული არის? ხო. არც ვიცოდი. და უმეტესად საუზმეზე და რაღაცა ნოყიერი საუზმეა რა, ასე ვთქვათ. მაგრამ იმდენად ნოყიერი არის, რომ სადიროდაც შეიძლება. თურქების არაფერი არ მოყვარს. ეს გემრიელია. ბადრის დაავიწყდა ზეთის წამოღება, ამიტომ ხალხს ვერ შევწვა. იცი რა ვიფიქრე ნინი, რადგან ზეთი გამოვიწყდა? პომიდორი რო იმას ხნა რა ტაფაზე. აგრევე ვუკეთებ. ჰა. ამიტომ ვიწყებ პომიდორის დაჭრით ჯერ. მოვშუშავ. წვენიც გამოუვა და მერე გავუკეთებ ხალხს მაშინ. ამტრილად დავჭრეთ. ზოგი ამას ხეხავს, მაგრამ დაჭრილს უფრო კარგი არომატი აქვს. ამას წესით კანიც უნდა გავაცალოთ. ცხელი წყალი უნდა დავასხათ, კანი უნდა გავაცალოთ და ესე უნდა დავჭრეთ, მაგრამ ახლა მაგის საშუალება არ გვაქვს აქ. ეგ ისე ჩიჟიბიჟივით გამოდის ხო, ხო? ჩიჟიბიჟივით არის კი. ოღონდ ათქვეფა არ უნდა. პირდაპირას ხო. ხო. და აი თურქებს აქვთ კიდე ჩვენ რო ჩიჟიბის ვეძახით, იმათ ქვია, მენე ქვია იმათ, ათქვეფილი კვერცხი, თორე იგივე არის. ეხლა გამახსენე ერთხელ მე და მამა ვიყავით სალაშქროზე და მაშინაც დამოვიწყდა ზეთის წაღება და კარტოფილი და სოკო შევწვით უზეთ. აი მე მახსოვს. და წყალი დავასხა, ვიცოდი რა მექნე, იცი ასაშინელი იყო. წყალი დაასხი. ვინმე კოცონზე რო შეგეწვა. შიგნით ჩაგეკდო. რატო ვერ მოვკვდა? ბადრი ეგ არ გესწავლება შენ რა. რა ჩეჩოულები კი ხართ რომ რაღაცები მოვიწყდება ხოლმე. ხო და ამიერიდან მგონი მე უნდა ჩავალაგო ხოლმე ჩანთან. ჩვენ რო წამოვთ ხოლმე შენ ჩავალ. ახლა აუკეთებ ბულგარული. მანდეთ ტალახია. ახლა დავჭროთ ხახვი, რომელიც ძალიან დაპატარავდა, რადგან გარედან დამპალი ყოფილა.
ამ ვიდეოსთან ერთად ახლა ვიღებ ჩემ ვიდეოს, ჩემი TikTok-ისთვის. შეგეძლიათ თქვენც გადახვიდეთ და ნახოთ ჩემი ვიდეოები. ჩემ TikTok-ზე ვიდეოებ კულინარიულ ვიდეოებს. და გამიხარდება თუ გადახვალთ და გამომიწერთ. ჯერ ახლახანს დავიწყე რამდენიმე ვიდეო მიდევს მხოლოდ. გარდა კულინარიული ვიდეოებისა ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომ გადავიღო. მათ შორის ჩვენი ვიდეოებიც, ოჯახური გასვლების და მსგავსი რაღაცების. თუმცა მთავარი მაინც კულინარია არის. და ძალიან გამახარებს თუ გამომიწერთ. ბადრი, მე ხო ჩავსვავ აღწერაში. ჯერ ძალიან პატარა არხი მაქვს 1000 რაღაც. ბადრის ვერ შევედრები. მაგრამ ყველაფერი ნულიდან იწყება. აუ ზეთი როგორ დამავიწყდა მართლა. არა და რო ვალაგებდი ყველაფერს დავინახე რა ჩემი ზეთის ის რაც ლაშქრობაზე დამახხოვნდა და რატომღაც ინტერესი არ გამიჩნდა. ეს რა არის თუ არ მithქვს. ხინკალი გავაკეთეთ მარილი დაგრჩა. მოიცა იმ ხინკალს მარილი არ ქონდა? არა, გზაში ვიყიდე. სოლური მარილი ხო და მე გზაში ნინი. გაგაჩერებინა. რა ამას პირდაპირ დავოდო ესე ტათა? ხო. ეს ჭვენი ყველგან რო გადანაწილდეს. დანა მომეცი ამოურიო. აჰა, ზეთი სულ არ უნდა ახლა ამას. მაგრამ ხალხი მოიხუშებოდა ბულგარულებთან ერთად უფრო კაი გამოვიწერო. ეგ ხო. აჰა, მინდანა. ახლა უნდა გავხეხოთ ყველი. იმას რომ წვენი გაუვა. ნუ ჩახეხილი ყველი უნდა ავურიოთ. ზოგი არ უკეთებს ყველს, მაგრამ მე მიყვარს ყველით. კი, მოუხდება. ხო. კაისონ, აჰა, შენ წყალი? ბაჯიკო, პირველად ვიყენებ ამ სახეებს. კი. ой, რა კარგად ხეხავს. მოკლედ მეგობრებო, ამ ბიჭებმა გადამრიეს ერთი მოუსვენარი, ახლა მეორე დაემატა. მოდი აბა ტაისონს გადავუგდოთ. ნახე ნოე? ერთი? არ ვიცი მართლა. ორივე ძალიან მოუსვენარი, ერთმანეთზე უარესებინ. მეგობრებო, ზოგადად ბავშვი ბუნებაში არის სულ სხვანაირი რა. ძალიან კარგი. არა ნინ, ახლა ტაისონის წყალთან მიდის. ნუ ეს სახლში ხო არ აჩერებდა. ახლა ტყეში მაინც გაუჩერე. სახლში მეგობრებო ძვლის ვასწავლეთ, რომ ტაისონის წყალი არ უნდა გადაექცია. მოდი ნუე, შენს ქვასთან დადექი. რავი, ასე თუ ისე. ასე თუ ისე კი. უკვე წვენი აქვს. ჩავაყაროთ. ყველი. ამოურიოთ კარგად. როგორი წელება. წვენილი და ჩავახაროთ კვერცხი და ზემოდან მოვაყაროთ შარიაჯიკა. თუ არ მაშაურია შარიაჯიკა. ხო. თვით დანი? არა, სახერხზე. ხედავთ. მამაცებ შარიაჯიკა. აქავურიოთ. მარილს აღარ ვუშვრები დამატებით, რადგან მარილიანი ყველი არის ეს თვითონ. ახლა ვაყრით შარიაჯიკას, რომელიც ყველაფერს უხდება, აბსოლუტურად ყველაფერს. კვერცხი აქ ჩავაგდო? ნაჭუჭი ჩავაგდი ხო? ამასობაში უცბად დავჭერთ მწვანილი. ხინძი მოგებული ახლა. რა მაგრატინინი. კაი ხრამ უნდა იქნება.
ნუ ასე თუ ისე მაინც რაღაცა დონეზე არ გვაცდის ხოლმე უკვე. ამას უნდა რომ გაუშვა და ცოტა საშია მაინც ეკლები არის. ახლა ხო მიჭირავს ვერ ისვენებს. ძალიან მოუსვენარია ნუ ეს ზოგადად. ეს სულ არ ეტყობა ნინი რომ ზეთი არ გქონდა. არა, მართლა გემბერი გამოვიდა ძალიან. ნუ ენახე მე შენ რა მაქვს? მე რა მაქვს? შენი წყალი. ტაისონი ყორნებს უყურებს საში. სად არიან ტაისონ ყორნები? ტაისონ შენ ხომ არ მოგინდა ფენა? ეგ რა გაკლია ტაისონ გონი ყველაფერი შეგიძლია მაგის მერე უკვე. Tentan უნდა მეგობრებო. მოდი. მოდი ნოე. მოდი. მოდი. შევარდენიან მიმინო. ხმა თუ გესმოდა. მეორეს ეძახის, მეორე იქით არის, ნადირობენ. ნოე ხო მაგარია? აი დაეშვა რაღაცაზე. დავასხი წყალი. დავეშვებით სახლისაკენ. ტაისონ არ მოდი ხარ? წამ. აქეთ აგზაზე ნინი ჯდება საჭესთან. ჩაგვიყვანს სახლში. ნინი კარგი იყო ხო დღევანდელი? აუ ძალიან კარგი. მეც მაგრად მომეწონა. საჭმელის გავაკეთეთ და კარგადაც გავერთეთ და დავისვენეთ კიდეს, არ ვიცი, ძალიან კარგი იყო. კი, მართლა კარგი იყო. ახლა მთელი კვირა ისევ რუტინა შევექნები და მე შაბათ-კვირას ისევ წამოვიდეთ. მიდი ნინი, ტალახია მიაჭირე, ეხა გაერთობი. ნინი რომ ურსულად იყო ნოეზე, რა ჩვენ ოფროუდზე გვივლია. აბა. მაგ დროს ვიარე თუ ვიარე? კი. მაგამდე ეგრე არც მჯდარ ვარ ხოლმე. მაგიტო დაიბადა ნოე მაგარი ბიჭი. სულ ოფროუდი ტყეები და რა და ვიცი. მამკოდიდან გახსოვს, სულ მე მიმყავდი ხოლმე სახლში. ჰელიქზე მე ვიჭექე. ნუ ეს დედასთან უნდოდა და გადავცვალეთ ისევ ადგილები. აქედან დაგემშვიდობებით მეგობრებო. ბევრი გეგმა გვაქვს რა და თანდათან განვახორციელებთ. ნუ ეს ნელ-ნელა უფრო ეჩვევა, თან უფრო იზრდება, სირავს უკეთ სწავლობს და მერე შესაბამისად ჩვენთვის ყველაფერი უფრო გამარტივდება იმ თემაში, რომ ახლა უფრო რთულია მაინც ბავშვთან ერთად სადმე შორს წასვლა. მერე ხასიათი ერევა ისა და მერე ნუ ეს ერთად დარჩენითაც წავალთ, კარვითაც წავალთ. ბევრ რაღაცას გადავიღებ ძალიან ამარხზე. როგორც ბიბიერვალიძე ვარ, სულ აქტიური და სულ რაღაცას ვდებ. ეგრე ვიქნებით აქაც რა ჩაოლებრივ, იქაც და აქაც. მოგეთ მეგობრებო, მადლობა რომ გიყურებდით, ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე.